ლითა მამისათა, დაძისათა და სულისა წმინისათა. ამინ. ჩვენთანაც ღმერთი. დღეს არის ხორციელის შვიდეულის დასასრული, ფაქტიურად ხვალინდელი დღეა დასასრული ხორციელის კვირა და ხორციელის შაბათი ყოველთვის არის მიცვალებულთა ხსენების დღე. და თითოეული მორწმუნე ადამიანი ცდილობს, რომ თავისი მიცვალებული მოიხსენოს, თავისი მიცვალებულისთვის რაღაცა სულიერი სიკეთე გააკეთოს. ანუ მოწყალება გასცეს მის სახელზე, პანაშვიდი გადაიხადოს, თუ წირვაში მოიხსენოს და ასე შემდეგ. დღეს არის ასევე ხსენება ღირსი მამა გაბრიელ ამხსარებელისა და სალოსისა. დღეს არის მისი ნაწილების გადასვენების დღე, აი როდესაც მისი საფლავი გაიხსნა და უამრავი ხალხი იყო მისული გამიცდის. დღევანდელ სახარებაში ასეთი რამ ეწერა, რომ ნუ დამძიმდებაო თქვენი გულიო, შვებითა და მთვრალობითა და ზრუნვითა ამის სოფლისათა. იგი აი სამი რამე მღვიძარე იყვენითო, აი გაფრთხილდითო, ეკრძალენით თავთა თქვენთან. ნუ უკვე დამძიმდნენ გულნი თქვენი შვებითა და მთვრალობითა და ზრუნვითა ამის სოფლისათა. და მეხსეულად მოიწიოს თქვენზე და დღე იგი. ანუ ადამიანი, რომელიც ჩაფლულია მხოლოდ სიამოვნებაზე ფიქრში, რაღაცა თავშეუკავებელია და სიმთვრალით ცხოვრობს, ამ წუთი სოფლის საზრუნავშია ჩაფლული, ესე იგი ავფრთხილებს უფალი, რომ ფრთხილად იყავითო, რომ მეხსეულად, ანუ უცბად არ მოიწიოს ის დღე თქვენზე. იმ დღეში შეიძლება ერთი მხრივ იგულისხმებოდეს უფლის მეორედ დაბრუნება, მაგრამ იმ დღეში ასევე იგულისხმება თითოეული ჩვენთაგანის გარდაცვალება და ღვთის წინაშე წარდგა. იმიტომ რომ ახლა მოხდა ესეთი სამწუხარო ამბავი, რომ ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც არ იყო მონათრული, აპირებდა, რომ მონათრულიყო და ესე იგი ჯარი დაეწერა და მანქანით მიდიოდა და გარდაიცვალა. ახლა ჩვენ გვეკითხებია, დაუშვათ ამ შემთხვევაში თუ შეიძლება მონათრა და ამ შემთხვევაში მონათრა აღარ შეიძლება. ამიტომ თუ რამეს აპირებ ადამიანი, აი დაუშვათ აპირებს სინანოს, აი რაღაც ცოდვაში ხარ ჩაფლული და რაღაცა გინდა შეინანო, მაგრამ აპირებ მერე გადადებ ხვალვისთვის, ეგისთვის, 1 წლის მერე. ამიტომ თუ აპირებ, რომ ის შეინანო რაღაცა მით უმეტეს რაღაცა დიდი ცოდვა თუ აქვს ადამიანს, იმის გადადება არ შეიძლება. იმიტომ რომ თუ ის გარდაიცვალა, იგი ავარიაში და ჩვენ მანქანით არ დავდივართ და შეიძლება მანქანით არ მიდიოდა, ფეხით მიდიოდა იქ მოხდეს რაღაცა, შეიძლება რაღაც ავადმყოფობა და გემართოს უცხო 1000 რამე შეიძლება. ამიტომ აი უფალი ჩვენ გვაფრთხილებს, რომ ნახეთ, აი იღვიძებდით უკვე ყოველსა ჟამსა. ანუ ყოველ წუთში მღვიძარე იყვენითო რას ნიშნავს? ყოველ წუთში ხო არ ეღვიძება ფიზიკურად ადამიანს. ბიჭებო, აქეთ გადმოდით და დადებით თქვენად. ყოველ წუთში ფიზიკურად ხო არ ეღვიძება ადამიანს, მაგრამ აქ სულიერ მღვიძარებაზეა ლაპარაკი. რომ ადამიანს ყოველთვის ახსოვდეს, რომ ესე იგი ღვთის წინაშე უნდა წარდგეს ერთ დღეს, როგორც მოციქული პავლე ამბობს, რომ თითოეული ჩვენგანი წარდგომა თუ არ წინაშე საღდართა უფლისათა, ღვთის წინაშე უნდა წარდგეს ადამიანი. ამიტომაც ამბობს, აი იღვიძებდით უკვე ყოველსა ჟამსა და ევედრებოდეთ. აი ხა რა უნდა ევედროს ადამიანი უფალს? რაითა ღირს იქნათ განრინებად ამის ყოვლისაგან, რომ ამ ყველაფერს გადაურჩეთ. საუბარია, რომ გადაურჩეს ადამიანი მარადიულ ტანჯვას. აი დღევანდელ სახარებაში ეწერა, რომ ზოგიო აღდგებაო მარადიული სიხარულისათვის და ზოგი აღდგება მარადიული მწუხარებისათვის. თითოეული ადამიანი აღდგება, თითოეული გარდაცვლილი აღდგება. ჩვენ ეს წამს, ამიტომაც ვხარობთ ქრისტეს აღდგომით, რომ მან დასაბამი დაუდო თითოეული ჩვენთაგანის აღდგომასთან. მოციქული პავლე ამბობს, რომ თუ ესე იგი მორწმუნეს არ სწამს, რომ აღდგომა არსებობს, მაშინ ესე იგი ქრისტეც არ ამდგარა და თუ ქრისტე არ ამდგარა, მაშინ არ ვერ ჩვენ ვერ ავდგებით და მაშინ ფუჭიაო ჩვენი სარწმუნოება.
და ჩვენ ურწმუნოებზე უფრო საწოდავები გამოვდივართ, იმიტომ რომ ის ურწმუნო კი მაინც აქ არ მოიკლებს არაფერს. და შენ მორწმუნე აქაც ყველაფერს იკლებ იმისთვის, რომ სული გადაიჭიმა და თუ ეს სულის გადაჭენა და მარადიული სიცოცხლეც არ გჯერა, მაშინ არც აქ მოელი არაფერს და არც იქ მოელი და ეს ურწმუნო აქ მაინც რაღაცას იღებს, რომ მაგას გეუბნება. ამიტომაც ქრისტიანს წამს, რომ მარადიული სიხარული არსებობს და მარადიული მწუხარება არსებობს. და იმიტომ ალბობს უფალი, რომ იფხიზლეთ, სულიერად თხილად იყავით, რომ არც შვება განცხრომაზე ფიქრმა არ მოიტაცოს ადამიანის გონება და გული, არც სიმთვრალემ, არც შეიძლება კაცმა თქვას, მე არც ესე იგი დღეობებში დავდივარ და არც დაუშვათ ჩემს სიამოვნებაზე ვფიქრობ, მაგრამ შეიძლება იმდენად იყოს თავის აი ამ წუთისოფლის საზრუნავებში ჩაფლული, რომ შეიძლება სასმელს საერთოდ არ სწავდეს, მაგრამ იმდენად იყოს ჩაფლული რაღაც ამ წუთისოფლის საქმეებში, საზრუნავებში, რომ თავისი სულისათვის ერთი დღე არ რჩებოდეს კვირაში. ამიტომაც აი უფალი ამბობს, რომ პირველი ეს უნდა გააკეთოს. ახლა ჩვენ ჩვენს მიცვალებულებს ვიხსენებთ. დადგებოდა, რომ ჩვენს მოგვიხსენებენ და იქიდან რომ აქეთ გადმოიხედავ, რა უკეთესი იყო, რომ გეკეთებინა. ეგ აქვე უნდა იფიქროს და ეგ არის სწორედ სიფხიზი. რომ გარდაცვლილის თვალით შეხედო შენს ამ წუთისოფლის ყოფას, რომ შენ ახლა ადამიანი რაღაც არჩევანს აკეთებ, მაგრამ არჩევანი ისე უნდა გააკეთო, რომ გარდაცვლილი მდგომარეობიდან უნდა შეხედო ამ წუთისოფლს. იმიტომ რომ აქ სიკეთის კეთება, ღვთისმცნებით ცხოვრება, თუ რამე გეშლება სინანული, ეს არის ყველაზე დიდი არჩევანი, რასაც ქრისტიანი აკეთებს. და თუ ამას არ აკეთებ და რაღაცა ხორციელის გამო სულს იზიანებ, გარდაცვლილი ადამიანი აღმოვაჩენთ მაშინ, რომ ის რისთვისაც მთელი ცხოვრება ვწვალობდით, ფუჭია და იქ აღარაფერში აღარ გჭირდება. და რაც თავარი იყო, ის კი გვერდზე გადავწია და ყოველთვის ხვალისთვის და ზეგისთვის გადავდეთ. ამიტომაც აი ღმერთმა ჩვენს მოგვანიჭოს სიფხიზლე და ჩვენს მიცვალებულებს მიანიჭოს მარადიული სიხარული, ესე იგი რომლისთვისაც ჩვენ ლოცულობთ და ვწვალობთ და მართლაც მიცვალებულისთვის სახურება და პატივის მიგება, ეს ქრისტიანის ერთ-ერთი მთავარი მოვალეობაც არის. იმიტომ რომ გარდაცვლილ ადამიანს არ შეუძლია თავის თავზე იზრუნოს, მაგრამ ცოცხალ ადამიანს, მომგონებელს, ჭირისუფალს შეუძლია, რომ თავისი გარდაცვლილისთვის ძალიან დიდი სანუგეშო საქმე აკეთოს. ღმერთმა თქვენ ძალა მოგცეთ და ყველას ჩვენთაგანს, რომ არ მოგვეკლოს მათთვის ეს ნუგეში და არ ჩვენი სულებისთვის სიფხიზლე და ღმერთმა ყველა ერთად გვაცხოვნოს საბოლოო ჯამში. ღმერთმა დალოცვილი და გახარებულები გამყო.